თეატრის ადმინისტრაციის ოფიციალურ განმარტებას გაფიცური 17 თანამშრომელი ამ დრომდე ელოდება. 53 დღიანი გაფიცვა და პროტესტი არის დასრულებული და დღეს ეს ადამიანები ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცური თანამშრომლები უნდა დაბრუნებულიყვნენ სამსახურში და დაწყებული იყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე, თუმცა ოპერისა და ბალეტის თეატრმა მათ კარი ჩაურაზა და ისინი დარჩნენ კარს მიღმა. ახლა არიციან თუ რა ელით, რადგანაც ოფიციალური განმარტება ხელმძღვანელობის მხრიდან არ არსებობს, ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა სამსახურში აღარ დააბრუნონ, თუმცა ამის ოფიციალური განმარტებაც არ არის. კანონის მიხედვით გაფიცვის შემდეგ გაფიცულ თანამშრომლებს ჩვეულებრივად აქვს სამსახურში დაბრუნების უფლება, მათ 2 დღით ადრე ხელმძღვანელობას ეს ფაქტი, რომ გაფიცვა არის დასრულებული უკვე შეატყობინებს, თუმცა მიუხედავად ამისა ხელმძღვანელობამ არ მიიღო გადაწყვეტილება იმისა, რომ გაფიცული 17 თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებული იყო. გაფიცულების ადვოკატი ამბობს, რომ ეს არის კანონდარღვევა და თუ ძალიან მალე არ მიიღებენ პასუხს, ამ საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ჩვენ გარკვეულ ცვლილებას მივაღწიეთ და ჩავთვალეთ, რომ გაფიცვა დასრულდა, შევატყობინეთ პროცედურა, დავიცავით და შევატყობინეთ ოპერის ადმინისტრაციას, რომ დასრულებულია გაფიცვა, ამოწურულია გაფიცვის საფუძველი და შესაბამისად დასაქმებულები ბრუნდებიან თავენ დასაქმების ადგილას, თუმცა ოპერის ადმინისტრაცია არ უშვებს მათ დასაქმების ადგილას, რის გამო ჩვენ გამოვიძახით პატრული, იმისთვის რომ დაფიქსირებული იყო ეს კანონდარღვევა, ჩვენ კანონი რასაც გვეუბნება იმის საწინააღმდეგოს აკეთებს რეალურად ადმინისტრაცია და ჩვენ ვაპირებთ, რომ რა თქმა უნდა, თუ მოხდება ისე, რომ ვინმეს არ შეუშვებენ, ჩვენ ამას აუცილებლად სასამართლოში გავასაჩივრებთ, ასევე მივმართავთ შრომის ინსპექციას და გავაგრძელებთ პროტესტს. ანუ ესე არ დარჩება და მორალურად პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ამას ასე ვთქვათ, ესე გააგრძელებს. ჩვენ ადმინისტრაციას უკვე 2 დღეა შევატყობინეთ, რომ ეს ადამიანები ბრუნდებოდნენ სამსახურში, მათ გვიპასუხეს, რომ დაელოდეთ ჩვენ გადაწყვეტილებას, თუმცა ისევ იგივე საკითხამდე მივდივართ, რომ ადმინისტრაცია არ არის უფლებამოსილი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ანუ თეატრის თანამშრომლობითი ურთიერთობა შეაჩერეს დასაქმებულებმა და თვითონ დასაქმებულები არიან ის ადამიანები, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას სამშრომლობითი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ. ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ეს, რომ არ უშვებენ ამ ადამიანებს სამუშაო ადგილას და რა თქმა უნდა კი იცოდა ადმინისტრაციამ, რომ ეს ადამიანები უნდა მოსულიყვნენ და უნდა გაეგრძელებინათ შრომითი ურთიერთობა. შრომის ინსპექცია ოპერისა და ბალეტის თეატრში არსებულ შრომით დარღვევებს ამ მომენტისთვის სწავლობს და გარდა ამისა ხელმძღვანელობისგან გაიცა დაპირება იმის შესახებ, რომ გაფიცული თანამშრომლობის ხელფასები 40%-ით გაიზრდებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც გაფიცულმა თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს, თუმცა მათი ბედი ახლა არის გაურკვეველი, რადგანაც ისინი დღეს მოვიდნენ სამსახურში და ოპერისა და ბალეტის თეატრმა მათ უბრალოდ კარი ჩაუკეტა.